როდესაც იგივე მოხდა ფაქტიურად, უბრალოდ რაღაც კანონის ჩარჩოში ჩაჯდა მოსამართლე და მოისმინა წინა მოსამართლეებმა საერთოდ არ მოისმინეს ბრალდების მხარე და ამან ერთი პატივი დაგვდო, რომ მოისმინა დაზარალებულის ამბავი, რომ რაზე მიაყენეს ეს სტატუსი და როგორ გაუსწორდნენ საბას, როგორ აწამეს, როგორ ცემეს, როგორ ემუქრებოდნენ, რომ გააუპატიურებდნენ, თუ არა და მაშინ ქათმებში ჩასვავდნენ და ერთი სიტყვით მოსამართლემ ძიებაშია უკვე საქმე ორი ვითომ რა ვთქვი გამოძიებულს და რაღაც დაწყებას ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ 20-ისთვის გადაიდო სასამართლო, რომ 20-მდე ალბათ მოასწრებენ გამოძიებას, ეგეც არ ვიცი. ერთი სიტყვით მოსამართლემ ერთადერთი რაც გააკეთა ეს იყო, რომ საბას მოუსმინა და ნახოთ რა განვითარდება, როგორ იქნება. იმედი არაფრის არა მაქვს სიმართლე რომ გითხრათ, იმიტომ რომ აქ ერთი კაცის ბრძანებით დადის ეს სასამართლოც ყველა კანონდამრღვევები არიან ისინი და არა კანონის დამცველები დადიან ერთი კაცის ბრძანებით და ალბათ ნახოთ ახლა ამ მოსამართლეს თუ ზეწოლას გაუკეთებენ და ასუზამენ და შემდეგ როგორ წაიყვანს შემდეგ სასამართლოს მაგას მე ვიხილები ჯერჯერობით წინასწარ მოსამართლეს იცვლის და რაღაცის თქმა არ შემიძლია, იმიტომ რომ ჯერჯერობით არაფერი ისეთი არ გადებულა და ჩემი შვილი იმედს არ კარგავს, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ბოროტებასთან და სრულიად საქართველოს და ყველა უკანონო დაკავებული პატიმარი გაიმარჯვებს თავისუფლებას ამ ხალხს ვერ წაართმევენ, ვერც იმ ადვოკატებით ვერ წაართმევენ თავისუფლებას, რომელსაც უგზავნიან აღიარებითი ჩვენება მისცენ. ყველამ ძალიან კარგად იცის და თვითონ ამ ხალხმა, რომლებიც ბრძოლობდნენ, უკანონოდ არიან დაკავებულები და ბრძოლობდნენ საქართველოს სიყვარულისთვის, მაგათ ვერანაირად ვერ აღიარებინებენ იმას, რის აღიარებაც ამათ აწყობთ და სულ ცეცხლი ოლიგარქიას.